ჰალელუია! დიდება ჩვენს ცოცხალ ღმერთს, გილოცავ, რომ დღესაც ცოცხალი ხარ და საღლამათი. თუ რამე პრობლემა, ნუ გეშინია. თავარია ცოცხალი ხარ, ცოცხალები ვარ და ყველაფრის შანსი არის. როგორ ახართ ძვირფასო მეგობრებო, მეზობლებო, ამხანაგებო და ასე შემდეგ. უფალმა გაკურთხო დაგლოცოთ, დღეს ერთ რაღაცაზე მინდა ვილაპარაკო, მაგრამ სანამ ვილაპარაკებდი ერთ რაღაცას ვეცდები. მე ხომ შეგვირდი თქვენ, ცდილობ პირობაც აგვასრულო. ვეცდები უფრო მოკლედ ვილაპარაკო, ბევრი ტვინის და გონებას არ დაგიღალოთ. მე რომ მომწონს ღმერთზე ლაპარაკი, ის არ ნიშნავს რომ ყველას მოსწონს, ამიტომ ხაზი პატარა ბავშვს პატარა აწმევენ, დიდი რა ვიცი, არძღება ნაყროვნება ჭირს და მე მგონი არა, სულიერი ნაყროვნება არა, მე მგონი ისა ძალიან საუბედური. და ერთ სიტყვა მაქვს ასეთი სათავრი გავუკეთე. კარებთან გელოდება შენი ცოდვა. მაგრამ არის შანსი გამარჯვების. იმიტომ ყოველთვის არის ის უწმინდური ყოველთვის მონცუმცულებს, ეგ მოვა, მოსრიალდება ეს ძველი გველი, მაგრამ სანამ ამ ცთუნებაზე და გამარჯვებაზე ვილაპარაკებდეთ, ვისაც ღმერთზე გაინტერესებთ. მე ვიგალობებდი ერთ საგალობელს, ჩემი ძველი ნაცნობი, ბევრი წლები ვიყავით ერთად, ეხლა გასულ ვიდეოში მომწერა ლალი თოდუა. ფიქრობ, გვარი არ დამამიზდა სწორად ვლაპარაკობ. ლალი ინეზა. მისი დეიდა ციალა, მარგო, ჩვენი და დები იყვნენ უფალში. ჩვენი ლალის მორწმუნეა. სულ ღმერთზე ვლაპარაკობდით, ვიკრიბებოდით, რა დრო გამახსენა ლალი. ლალი, მერე შენ გიყვარდა დაიგო ლალი საგალობელი და ის მოგწერე მე შენ იქ მესიჯი, ხო და გავიხსენე მეც, ხო და ღვთის სადიდებლად და შენ ჩვენი მეგობრული, ჩვენი დაძმურის წლების გახსენებლად აი ამ საგალობელს ვიგალობებდი შენდარი პატივისცემით. რა თქმა უნდა, ღმერთის სადიდებლად. აი, გასული კაი წლების მოგონებას ვაჯობია, მაგრამ არის იმისანა დროები, მისი გახსენებას არ გვინდა ფიქრის, მაგრამ არის იმისანა დროები, რასაც სიამოვნებით სხვანაირად იხსენებ, გენატრება. აი ასეთი წლები იყო ჩვენს ჩემი სულიერი რწმენის, ფეხის ადგომის, მათი დახმარების, ციალას, ლალის, მარგოს, თემურის, აი იმ ხალხის, რომლებმაც მე დამეხმარენ, ღმერთი დამეხმარა, მათი მეშვეობით, ჩემი პირველი ნაბიჯები, ხო იცით პატარა ბავშვი რომ დაიწყებს სიაროზე რო უხარია და ნაბიჯი გადადგა, ორი ნაბიჯი. აი ეს წლები იყო, ის წლები და ღმერთმა მოგაგოთ ყველას. დიდება უფალს. კარგი. ეს არ გამაგზელებ, საგალობელი. ეს საგალობელი იყო, ლალი თუ გახსოვს, ილოცე შენ თუ ხარ განცხრომაში. ეს საგალობლიდან ამოვიღე, ხო და ეს იყო ჩემი პირველი მელოდია მივეციან. ის ქრისტიანული ის იყო წიგნი, საგალობელთა წიგნი და პირველად მივეცი მელოდია და აი იმას თუ გახსოვს მამღერებდი იქ. ყოველთვის გავობდით ერთად. ლოცვაზე ეს. ილოცე შენ თუ ხარ განცხრომაში, ძნელი ბრძოლის დროს ილოცე, ილოცე შენს გაჭირვებაში, ეჭვი რომ მქონდეს ილოცე, ილოცე
თუ საწყენს ითმე თუ საფრთხეში ხარ ილოცე ილოცე როცა სხვისთვის ითხოვ შენი მტრისათვის ილოცე ილოცე თუ ძალა გაგდება თუ დიდება გაქვს ილოცე ილოცე შენი ეისათვის ახალ შობილზე ილოცე ილოცე გამოცდის უთებში რთულ გაიმარჯვები ილოცე ილოცე შენს მსუხარებაში ღმერთმა შეგინდოს ილოცე ილოცე შენ თუ ხარ განსხრომაში ძნელი ბრძოლის დროს ილოცე ილოცე შენს გაჭირვებაში ანდა გამოცდებში ეჭვი რომ კონდეს ილოცე ილოცე თუ საწყენს ითმე თუ საფრთხეში ხარ ილოცე ილოცე როცა სხვისთვის ითხოვ ეჭვი რომ კონდეს ილოცე კაი დამავიწყდა ძველი საგალობელია და თავარი ხო გავიგეთ ილოცე ილოცე ძმებო და დებო ლოცვა ეს იმისთანაა თვით უფალ იესო ქრისტე საჭიროებდა მას როცა მოვიდა დრო ბრძოლის დრო გეციმანიაში მან დაიწყო ლოცვა მან დაიწყო ბრძოლა ისეთი ბრძოლა დაიწყო და ლოცვებში ხდებოდა ეს გამარჯვება ანგელოზი მოვიდა და ამაგრებდა მას ისე რომ ლოცვებში იესოს ოფლი სისხლად გადაიქცა იმისანა ნერვები სტრესი იყო იმისანა წინააღმდეგობა იყო თუ გინახიათ როდესმე ანდა რამე გაბრაზდება კაცი ანდა ყვირის ანდა რაღაცა რა ვიცი რა ხდება აი სისხლი ტოჩქები არ გაგჩნიათ ნერვიანობის გამო ანდა რაღაცა ყვირილი რა ვიცი მე რა არის რაღაცას მიზეზები აი სისხლის ჩაქცევები გემართება რაღაც თვალებთან მიახევს რაღაცები და იესოს ჩაქცევები კი არა ოფლის სისხლად გამოდიოდა სისხლი ოფლად გამოდიოდა ამისანა ბრძოლა ქონდა იესოს და თუ იესო ქრისტე საჭიროებდა ლოცვებს ლოცვებში ამაგრებდა ლოცვებში ხდება ჩვენი გამაგრება გიჭირს ილოცე როგორ იყო აქ თუ გაჭირვება გაქვს ილოცეო როგორ ილოცეო შენ თუ ხარ განსხრომაში აი განსხრომის დროსაც უნდა ილოცო მადლობა ღმერთო მადლობა შენ დამფარე ძნელი ბრძოლის დროსაც ილოცეო ილოცეო გაჭირვებაში აი ეჭვების დროსაც ილოცეო თუ საწყენს ითმენ თუ საფრთხეში ხარ ილოცეო რა საგალობელია კაცო ილოცე როცა სხვისთვის ითხოვ შენი მტრისათვისაც ილოცეო
ილოცე როცა ძალა გაკლდება დიდებაში და რაღაც ღმერთის იმაში ხარ ძალაში არ გაამაყდეო ილოცე თავი დაიმდაბლე ილოცე შენი ერისათვისო ახალ მონანიებულ შობილზე ან ხორცით იგნება სული მშვენივი ილოცე ახალ შობილზე ილოცეო გამოცდის წუთებში კენ უყვირი ხარ და ბღავი ხარ ილოცე გამოცდის წუთებში და როცა გაიმარჯვებ მაშინაც ილოცეო ყველა სიტუაციაში ლოცვა და აგვირდით იესო როგორ ცხოვრობდა მოსიგულები როგორ იყვნენ შეხვდებოდა პავლე მორწმუნეებს ლოცვით შეხვდებოდა შორდებოდა პავლე მოსიკულებს მოვიყარეთ მუხლი და ვილოცეთ ლოც იესო ხამეებს ათენდა ლოცვაში დილით ლოცვებიდან მობრუნდებოდა აქეთ ძალით აღსილი ლოცვებში შეღებულოდა ძალას და მერე თელი დღე დატენილი ტელეფონები და ასე იხარჯებოდა ხალხისთვის საღამოს ისე მიდიოდა თაზე სალოცავად ძალით აივსებოდა ბრუნდებოდა ეშმაკს ისე ყურის ქვას ასრულებდა და ოტა კი დამოპადობნა ასე რომ ლალი მადლობა რომ გამახსენე ეს საგალობელი და აწე უფრო აუყიდე მამას ხელს კიდევ დავხვეწავ გავიხსენეთ ეს არხე ბოლოს შემეშალა მაინც მაგრამ ეს არა ცოდვა ცოდვა რა ზაღლოცულა კარგით მაგრამ ეს ჩემი სიტყვა მეგობრებო ეხება იმას აი ამ საგალობელსაც მაგრამ დარწმუნებული ვარ რომ ყველას გამოგვადგება თუ წესიერად დავაკვირდებით დიდება უფალს უფალო შენი ნებით იყოს ყველაფერი რაც იქნება შენგან მიახსიოს მსვენელის ყურამდე უფალო რაც არ იქნება არასწორი დაუფარე მათ გონება და დაიფარე შენი შვილები ყოველგვარი არასწორისაგან როგორც მე ასევე სხვების იესო ნაზარელის სახელით ამინ ტიკ მოვემზადეთ ჭიდა იმედია ლაპარაკობ ამას რომ ბევრი საათის ჭიდა ხმერთო დაგიფაროს კარგით პირველი რაც რომელი ადგილის მინდა მეგობრებო ძმებო დებო ღვთის მოშიშებო წყურვალნო ღმერთიშვილებო დებო და ძმებო აი ეს ადგილი მინდა დაბადების მეოთხე თავი მოიყვან მე აცხონის მზე კარგია მზე უნდა ანათებდეს ჩვენს გულებში მარტო გარეთ კი არა გულში სულში სიმართლის ჭეშმარიტების მზე იესო ქრისტე მეოთხე თავის მეშვიდე მუხლი აქ თქვენ იცით რომ კაინმა და აბელმა რომ მოუტანეს ღმერთს მსხვერპლი აბელმა მოუტანა აბელმა მეორე უმცროსმა ძმამ მოუტანა ღმერთს კრავი და ეს უფროსმა ძმამ მოუტანა მიწის დაყოფისაგან არის კიდრი პამინდორი და ისა კომბოსტა მე არის რა იყო იქ მაგრამ მიწის ნაყოფი იყო ვიცი და როცა ღმერთმა მიიღო აბელის მსხვერპლი ეს სიამოვნა ღმერთს ისინი ხედავდნენ რომ ჩანდა რომ ღმერთმა მიიღო როგორ მიიღო რა იქ მესიჯი გამოუგზავნა მე მივიღე ეს არ მივიღე იქ წამოვიდა ცეცხლი მიიღო ასე ხებულობდა ღმერთი თუ გახსოვთ ილია სხვაები როგორ გააკეთა იქ დააწვა ყველაფერი ხე მსხვერპლის ხეს ქვას ყველაფერი რომ მიაწვა ღმერთთან რომ მიიღო მსხვერპლი ბალის წინასწარმეტყველებთან რომ ჰქონდა ის ხო და აი ასე მე ვფიქრობ რომ მიიღო და კაინის არ მიიღო და კაინი პირველი ადამიანი იყო ეს და გული მოუვიდა ღმერთზე და რა თქმა უნდა და თავის ძმაზე აბელზედაც და აგერ როგორ ასლაპარაკობს კაინსა და მის ზღვენს არ მოხედავო გადმოხედა უფალმა აბელს და აბელს ყველა წერია ჯერ კაც გადმოხედა და მერე მის ზღვენს გადავ გახსოვთ იესომ რო თქვა როცა მოიტან შენ ზღვენს მსხვერპლს ხო იესო
ხო ცხოვრობდა ძველ აღთქმაში იესოს უნდა შეესრულებინა ყველაფერი რაც მოსემ გადმოსა და ძველ აღთქმაში იყო ძველი აღთქმისამებრ უნდა ეცხოვრა იესოს და მისი გადაგებიც ისეთი იყო იესომ თქვა როცა შენ მოხვალ სამსხვერპლო მოიტანო შენ ცხვენს ღმერთთან და უპს და გაგახსენდა კონფლიქტი გაქვს ძმასთან პრობლემები გაქვს იცი რა თქვა იესომ მე არაფერს არ ვუმატებ დატოვეო შენი ზღვენი იქ წადი შეურიგდი შენს ძმას იქ მოაგვარეო პრობლემა ჯერ მერე მოდი და შეწირო ღმერთს შენი ზღვენი მაშინ მიიღებს ეს არის სწორი და აქ რო უყურებ ახლა რა შემნიშნე რომ გადმოხედავ უფალმა აბელის ზღვენს კი არ წერია იქ აბელს ჯერ კაცს მერე მის ზღვენს და ხაინსხან არის ხო ისე რო იტყვიან არ მინდა იმისი საჩუქარი არაფერი არ მინდა ამისანა მერე 100 მაგად გაიტანს იქით ისა ნემს მიარჭობსო და მერე ისა აგურს ამოიღებს ვაკეთ ხანისგან ცუდი კაცისგან მისი საჩუქარი ზარგინდა და მერე წერია რომ და კაინს და კაინის ზღვენს კი არა კაინს აპიროვნებას და მის ზღვენს არ გადმოხედა რაღაც პრობლემები ჰქონდა იქ კაინს რაღაც ღმერთმა ასე გააკეთა და ძალზე ეწყინა კაინს მოიღოშა სახეზე ბევრი რაღაცაა გას რომ მოდის ქადაგებელი თქვენ ცოდვილებო თქვენ მოინანიეთ თქვენ გელოდებათ ერთია იქ ვიღაც YouTube-ში ახალი გამოჩნდა წორებიანი მოვაწყალდიდობა გაყვითლდებით გალურჯდებით გაშავდებით საწყალი ხალხი ისე შეშინებული სულ იოანე ნათლისმცემელი გამოჩნდა თვითონ მეორე მაგრამ ისე ხალხმა მეც მივწერე და ხალხმას და ცოტა მოლბა მაგრამ მაინც არის იმას იგივეს ლაპარაკობს მაგრამ ისა დაბალი ტონით ტონი შეისე მომეწონა გამიხარდა მომეწონა ცოდვა რასიზამ მაგრამ წმინდა წერილი რო იცოდეს ასე არ გააკეთებს და ხალხი რომელიც ასე მოდის შეჩოდილე სახე ბერს ლაპარაკობს სახეს დააგიდის რა წერია კიდე ბიბლიაში მისი სიცილი ტანსაცმელი და პახოტკა აღწერს კაცს ეხლა მაგალითად ხო წერი ნამდამე მე გროზურებ ხანდისხან აგარ გიგირდეს მეგრელი ვარ კარენოი ხანდისხან ისა იქ წერია ის თქვარი მიზეგას ხო წერია რომ ზრდილობიანი ტანისამოსია პავლე ამბობს ზრდილობიანი ამისან მოხრი არსებობს ზრდილობიანი ტანისამოსი ესე იგი არის უზდელური ტანისამოსი და ეხლა მაგალითად მე მასია უზდელური ანდა ქალს ანდა ვიღა კაცს უზდელურისა ხო წერია რომ იქ გამოჩნდა მრუშული ტანსაცმლით და რა აცუნა იქ ვიღა სიბზნეში რო წერია სოლომონი რო ამბობს როგორ შეიძლება თქვა კაცზე აი კაი კაცია მაგრამ ტანსაცმელი ასევე სხვანაირი ტანსაცმლით მიმიკით და თუმე პახოტკაც ეს ზოგიერთები კაცებსაც აქვს თავიანთი რაღაცები ცხვერს აწევენ ზე რაღაც თუ კაი გაუმართდა თუ კაი მანქანა იყიდა თუ კაი სახლი ააშენა თუ კაი სამსახური ცხვერს აწევს ეს აპასნია რამე არ წამოედო ზარდაესეს ვა ნივიჟუს გიკეთებს არ გიცნობს გამაყდა და ქალები ზოგიერთები ფიქრობთ ღმერთო არ გადატყდებოდეს წელში პახოტკა ტანსაცმელი მიმიკა ეს ყველაფერი და აქაც სახეზე დაეტყო მოიღუშა გაბრაზდა ეს კაინი და უყურეთ
რაღაც ვაზვიადე მე ძახშე. მეშვიდე მუხლი. ღმერთი ეუბნება კაინს. ღმერთს უყვარს კაინი. ოღონდ რაღაცა არ მოსწონდა მასში. რახან არ მიიღო მისი მსხვერპლი. თუ სიკეთეს ჩადიხარ, ხომ დაგიფასდება. ღმერთი ამბობს ამას. თუ სიკეთეს ჩადიხარ, ხომ დაგიფასდება. ხოლო თუ სიკეთეს არ ჩადიხარ, უბრალოდ ახლა მოემზადეთ. მაშინ კარებთან აქ დაგელოდება წერია რუსულში. გელოდება შენი ცოდვა. თუ სიკეთეს არ აკეთებ, კარებთან გელოდება შენი ცოდვა. ღმერთი ამბობს, შენსკენ იქნება მისი სწრაფვა, ცოდვა მაგნიტივით. გეზახესაკეთ. ცოდვა, იმიტომ რომ უკვე რომ შენ გააკეთე რაღაცა, რომ არ ჩაიდინე სიკეთე, უკვე შენსკენ доступი აქვს ცოდვას. მოიწევს მაგნიტივით. მიზიდვა აქვს, შენ უკვე მიიზიდე ცოდვა. კარი გაუხსენი. მაგრამ ღმერთი აფრთხილებს, მაგრამ არის შანსი, შეგიძლია, მაგრამ შენ იბატონე მასზე. დავიკითხავ რუსულად. Урод, если делаешь добро, то не поднимаешь лица. А если не делаешь доброго, то у дверей грех лежит. Он влечет тебя. Он влечет тебя к себе, но ты господствуй над ним. შენ იბატონე მასზე. ეს იყო ღმერთის გაფრთხილება კაინისათვის, იმიტომ რომ კაინს დაეწყო პრობლემა. მანამდე ჰქონდა პრობლემა და შემდეგ უკვე გული მოუვიდა. გული სახეზე ჩანს გასა. და ღმერთმა იცოდა, რაც გააკეთებდა ეს უსინდისო. პირველი ადამიანი, პირველი კაცი. ეს არ მოხდა რომ მეხუთე, მეშვიდე, მეასე ადამიანმა და იმამ შესწოდეს და დაბადეს პირველი შვილი კაინი. და უკვე რა სწრაფად გამოანთავისუფლმა ამ ცოდვამ თავისი შხამი პირველი ადამიანი და ისის მკვლელი. და მკვლელი კი არა ვიღაც მტრის ძმის მკვლელი. და იმიტომ კი არა რაღაცა წართვა და ცემა და გააფურთხა და შეაგინა. არაფერი არ გაუკეთებია გასვაბელს. მოუტანა ღმერთს და შეშურდა ძმას. რო შეშურდა იმას, შური დაემართა და საწყალი უბრალო, არც არაფერი ცუდი არ უთქვია, გაიყვანა მინდორში, მოდი რაღაცას გეტყვიო და თავში ჩაარტყა რაღაცა და მოკლა იქით. და სანამ მოკლავდა ღმერთმა გააფრთხილა. კაინ შენს კარებთან გელოდება ცოდვა. ფრთხილად, პიპ. ასე როგორც ღმერთი დაელაპარაკა კაინს, ასე ვისია ცხოვრობს სულიწმინდა გვეუბნება. პიპ, იქ გრძნობ ჩვენ. გაჩერდი, სტოპ, წითელი, არ წახვიდე, გავიდა და დაეჯახა და ავარია. თუ გადარჩა დიდი ბაგვანზე, თუ არა და რამდენი შეეწირა ამ წითელზე, რომ ისა ხელი რო ჩაიქნიეს. ღმერთის გაფრთხილებას ყურადღება სჭირდება. აი ასე გახდა კაინი კაცის მკვლელი. ეს არის უბრალოდ ცოდვა. გინება და ისა ცემა და ამდე რაღაც ისა. სხვა. ეს იყო ძმის მკვლელობა. მე მინდა ყურადღება მივაქციოთ ღმერთმა რა ანახა, რასაც კაინი ვერ ხედავდა, ღმერთმა კარტივით გაუხსნა და უთხრა: კაინი,
ვიცი ცუდი ფიქრები გაქვს, ცუდი აზრები გაქვს. უკვე შენ გაუხსენით ცოდვას კარი, უკვე ცოდვა მაგნიტივით გეზიდება აქეთ. კარი არ გაუღო. კაენ კარი, რატომ თქო კართან და არა ეზოსთან და სადღაც იგი მინდორში გელოდება ხო რა თქვია? კართან. ეს გულია, გულის კართან. უთხრა კაენ კარი არ გაუღო. ცოდვა გელოდება იქ ჩასაფრებული ყაჩაღებით. შენ იბატონე მასე. როგორ? ხო ისა და კაენმა რა უნდოდა? მაგრამ კაენმა არც ღმერთს დაუჯერა და შურიანობამ მოკლა ძმა. მე ხალ გეტყვით ერთს ისტორიას, ეს ნამდვილი ისტორია, ვეცები მოკლედ მოყვე. რა უქნა შურიანობა ესა? ისი რა იყო ეს? რევნოსმა, შურმა მორწმუნე დას დებო. ხილად ყურადღებით. თუ იმდას და ის და არ იყო უბრალო. ის დიაკონისა იყო თუ რაღაცა ეკლესიაში რაღაც ფიგურა იყო, კარგი. მე მგონი დიაკვანივის როლს ასრულებდა. არ ვიცი რა იყო, გალობელი იყო, რაღაცა ის იყო, მსახურებაში იყო. ევანგელისტურ ეკლესიაში მოხდა ეს. ეს და იყო მორწმუნე და მას ყავდა ურწმუნო ქმარი. და ბევრჯერ აუცილებდა ეკლესიას მებოდადებო ვილოცოთ რომ ჩემი ქმარი მოვიდეს ღმერთთან, რომ გადარჩეს ჩემი ქმარი, რამდენი უმარხულია თავისი ქმრისთვის, ულოცია ეკლესიასაც, ბევრჯერ ულოცია ამდის ქმრისთვის. სახელი დავარქვათ რა? ვავა და ვოვა რაღაც გავს. ვოვა დავარქვათ. რუსები იყვნენ. ვოვა დედა. და ამ ვოვაზე ლოცულობდნენ ესენი. და მოხდა ისე რომ ვოვამ მოინანია. გამოვიდა კათედრასთან, როცა იყო პრეზები მონანიების მოწოდება, გამოვიდა, ჩააბარა ცრემლებით, ტირილით ღმერთო მაპატიე, ჩემი ყველა ცოდები რაც ჩამიდენია, გამწმინე შენი წმინდა სისხლით, ასე და იესო მიიღო თავის მწნელადგას. გახარებულია ეს სული, გახარებულია ჩვენი ვოვაც, გაიხარა ეკლესია, მაგრამ ხდება ერთი რაღაცა. ახლა მორწმუნეა კაცო, გავიდა რაღაცა კვირები, თვე, უკვე ახალი მორწმუნე აიდგა ფეხი ამ კაცმაც, ჩვენმა ვოვამ, კითხულობს ბიბლიას, ლოცულობს, დადის ლოცვის საკრებულოში, ყოველ კვირა კრებულზე მოკლედ პატარა პირველ კლასში პატარა ბავშვი ზის, უყურებს, თავის ხუცებს, ქადაგებლებს, გალოს ლოცულობს და უკვე რაღაცა დაემართა, უნდა სუფთა იყოს ღმერთის წინაშე, ცოლის წინაშე და ერთ დღეს ეუბნება ცოლს სახლში. ერთი რაღაცა მაქვს სათქმელი. და მეშინიაო, მაგრამ ღმერთმა მაპატიაო და შენს მორწმუნე ხარო და იმედი მაქვს რომ შენს მაპატიებ. რა? ხო, ურწმუნო ვიყავია ესა. ამგონი დას რა დავარქვათ. ვოვა და რაღაცა. ჟარი იეზაბელი დავარქვათ, ხო, ცუდი ქალის სახელია იეზაბელი. იეზაბელმა მე ვინმე იზაზე კი არა ვარ გასაკ, პროსტო ბიბლიური სახელია იეზაბელი. მაგარი უწმინდური ხალი იყო ერთი. მეფის ცოლი. ხო და უთხრა იზაბელ მაპატიე, როცა შენ მორწმუნე იყავი და ესე, მე ურწმუნო ვიყავი და ქალთან ვიმრუშე, გიღალატე. არ მეგონა თუ რუსებსაც ასეთი რევნოსტი ექნებოდა, მაგრამ ის რევნოსტი არ ამგონია რომ მარტო შვინისგან იყო ეს, ბროდის სულისგანაც იყო ის. რა არისო? შენ მიღალატე. რაც ცოდვილი ვარო და მორწმუნე ხარო რამდენი წლის ერთი 20-30 წლის მორწმუნე ხარო. ხო იციო ცოდვა რა მომიპარია და რა კაცი
რა პატარა რა დიდი ცოდვა მაგრამ აი ეს დამემართავ და გთხოვ მაპატიე ხო იცი რომ მე ამას არასოდეს არ ვიზამ მით უმეტეს უკვე როცა მორწმუნება ერთხელ მომიხთავ ამის უბედური შემთხვევა უნდა იმასაც თავი შეაცოდოს კაი არ გამიხარდაო მაგრამ გაპატიება არა მაგრად ეწყინა მე მგონი რამოდენიმე დღე განელაპარაკებოდა და ეს რა არ ელაპარაკებოდა ნეტავი 1 წელი არ დალაპარაკებოდა და ყოფილიყვნენ ისე აუზავა თუ როგორ არის აურია დაურია აზელა სატანა მასში უყურე რა გიქნა გიღალატა ისე ურია ისი რა მოხდა არ ვიცი ამ მორწმუნე ქალმა საიდან იშოვა პისტოლეტი მოვიდა სახში ქმარი და უთხრა მე უკვე არ შემიძლიაო და დაუმიზნა შუბში ტყვია შუბში ახალა მოკლა ქმარი და თავის მოიკლა უყურეთ რა უბედურება გააკეთა ეს სიამაყე იყოს მეგობრებო ისე მათქვა მე მიღალატეს შენ თელი ცხოვრება ღალატი გასაღმერს მე მიღალატეს როგორ მე რა რომ მოინანია მე როგორ მიღალატა ვიღაცასთან ისე ის კი არა რომ ღმერთმა აპატია სულიერი აზროვნება კი არ გაუშვა ისა ეგოისტური ის წავიდა იქ ისე დაემართა რომ შეაძულა სატანამ შეიძულა ახალი მონანიებული ის კაცი წავიდა 64-ში ვოვა წავიდა 64-ში მაგრამ ეს კაცი წავიდა 100% ჯოჯოხეთში მე არა ვარ იმის ამ მორწმუნეები რომ ამბობენ ღმერთი იმას გაუგებს ის ჩემი ღმერთი არა ის შენი ღმერთი იყოს თუ გინდა ხო და მორწმუნე იყო ზოგიერთი ხო ამბობთ რომ მორწმუნე უკვე გადარჩენილია მოკლა იმან ქმარი თავის მოიკლა ალბათ შენი ღმერთი გადაარჩენს იმას იქ ჩემი ღმერთი ასეთი არ არის საგრეხ გადაატვიჩად აი ეს დაემართა იმ დასას როგორც კაინმა თავისი ძმა მოკლა ამას კი მაინც უღალატა იმრუშა მე რა არის გაზა რომ ქართველი თუ არ ღალატობს სულ არა ის ქართველი ლანძღავენ ამისანა კაცებს მაგრამ კაინს არაფერი არ და აბელს არაფერი არ დაუშავებია ღმერთს კაინს ხობლი მოუტანა ღმერთმა მოხედა თორემ კაინს ხარ უთქი ღმერთო იმისი არ მიიღო და ჩემი მიიღე ღმერთმა მიიღო იმისი და შეშურდა და მოკლა შურიანობა სიამაყე გორდასთ აი მე რა მინდა ყველაფერი შეიძლება დაივიწყოთ რაც ვილაპარაკე მაგრამ ერთი რაღაცა ღმერთმა გააფრთხილა კაინ შენ კართან გელოდება ჩასაფრებული ცოდვა რაღაცა რომ იქით კარისკენ რომ მიგიწევს გული არ წახვიდე იქით ყაჩაღით გასი გელოდება ოკეი დანარჩენ ის არ ვიკითხავ ადგილებს და всё პირველი პეტრეს 5:8 ხო ეს რომ ჩქარა ვხსნი იმიტომ რომ კნოპკებიანი სახარება მაქვს პირველი პეტრეს 5:8 ვარ რომ გავხსენი ერთი ხელით იყავით ფხიზელნი ეს გერაზე ძილმორეული იყავით ფხიზელნი ძიმე ღვიძარენი რატომ რაშია რა ცეცხლი გიგიდია რატომ რა არის რატო არის ამის სიტყვები იყავი ფხიზელი იყავი ღვიძარენი რადგან პეტრე თქვი და რა თქვენი მოწინააღმდეგე ეშმაკი მე რა არის ეშმაკი დადის როგორც მრდღვინავი ლომი და ეძებს ვინ ჩაყლაპოს რა
სტადის ეძებს ისე კი არა აი ნახე მორწმუნე და გადაყვება დადის და ელოდება როდის გადმოვა სხვარს ხარი ლინია საზღვრების გადმოვა ჩასაფრებულია იქ გადმოვა და უკვე მას აქვს ძალაუფლება გადაყლაპოს ნაგაზერია მე ჩემს არ ვამბობარათოს პეტრე მოციქული ეუბნება მორწმუნეებს იყავით თხიზელნი ღვიძარენი რადგან თქვენი მოწინააღმდეგე ეშმაკი დადის როგორც ბრდღვინავი ლომი და ეძებს ვინ ჩაყლაპოს მაშ რა ვქნათ პეტრე მეცხრე წინაღუდექით მას მტკიცერ წმენით და იცოდეთ რომ მსგავსი ტანჯვანი თქვენს მევსას ხვდებათ ქვეყნიერებაზე მაგრამ აქ წერია წინაღუდექით მას მტკიცერ წმენით თუ გახსოვთ კიდევ ამისა რაღაცა ამისანა აზრი იაკობის წერილია ხო იაკობ საჭვინის ბა იაკობი ეხლავე აგერ არის სადღაც გვერდით მახსოვდა შეიძლება აგერ არის მე-4 იაკობის 4-ის იაკობის მე-4 თავი მე-7 მუხლი იაკობი ამბობს დაემორჩილეთ ღმერთს პირველი number 1 პირველი დაემორჩილე ღმერთს მეორე წინაღუდექით ეშმაკს პეტრემ ხო თქვა წინაღუდექით მას მაგრამ იაკობი ხსნის ჯერ დაემორჩილე უფალს მორჩილებაში იყავი მერე იქნება ეფექტი იმ წინააღმდეგობას იმიტომ რომ თუ ღმერთს არ ემორჩილები და ცოდვაში ხარ და გადი სატანა რა უთხარ სატანა იყვის მეტი საქმე ზარა მაქვს ჩემი პადელნიკი ხარ მოდი ერთად გავაკეთეთ ძველი საქმეები წინააღმდეგით ეშმაკს და მესამე მაშინ გაიქცევა იგი გაიქცევა თქვენგან ვინ ის ლომი ის ეშმაკი ოდაკ აკი ამბობს პეტრე წინააღმდეგით მას მტკიცერ წმენით კარგი ეხლა ეფესელთა მე-6 თავის მე-11 მუხლი ეფესელთა შლიპ მე-6 თავის მე-11 მუხლი შეიმოსეთ ღმერთის სრული საჭურველით საომარი იარაღებით ამაზე ერთი კაი თემა მინდა ეს კარგად შეგვირიბო რათა შეძლოთ წინააღუდგეთ ეშმაკის მზაკვრობას ხედავთ სულ ეშმაკის წინააღმდეგ სულიწმინდა ასწავლის მორწმუნეებს ეშმაკის წინააღმდეგ ბრძოლას დღეს როგორი მორწმუნეები არიან რა ეშმაკი თუ ეშმაკს იატრელ კაცს ღაპრები და რაღაცები უფალმა ყველაფერი გააკეთა უკვე მან თქვა ახსოვდა გაიმარჯვა წაიგე გამოცხადებაში რა წერს სულიწმინდა ვინც გაიმარჯვებს ეს იესომ გაიმარჯვა შენ ასაკეთებ დარმა ვიცხოვრება გინდა არა არ გამოგივა დარმა ვიკები ვერ შედიან იქ ცესაში შეიმოსეთ ღმერთის სრული საჭურველით საომარი იარაღებით რათა შეძლოთ იმიტომ რომ ამ საჭურველის გარეშე ვერ შეძლებთ ვერა ხო ის სტეკლში სტილი როა ვერა არ შეიძლება ვარიანტი არ არის წინააღუდგეთ ეშმაკის მზაკვრობას ეს მზაკვარია ეს უწმინდური იმიტომ რომ ჩვენი ბრძოლა არ არის სისხლის და ხორცის წინააღმდეგ არამედ მართლობათა წინააღმდეგ ეს ყველაფერი სულიერი მართლობა ნუ გონიათ ეს პრეზიდენტი და მინისტრები და ადამიანები არა ეს არის სულიერი ბრძოლა სისხლის და ხორცის წინააღმდეგ არა და შენ პრეზიდენტს და შენს მინისტრებს ყველას ხორცი და სისხლია გასა რომ ეს სულიერ ბრძოლაზე ლაპარაკი მართლობათა წინააღმდეგ ხელისუფლებათა წინააღმდეგ
ამ წუთის სოფლის სიბნელის მყრობელთა წინააღმდეგ ცის ქვეშეთის ბოროტების სულთა წინააღმდეგ. აი, ვის წინააღმდეგ გვიხდება ყოველ დღე. შენ ფიქრობ, რომ რახანს არაფერია სენარმანი. ის გიზის რაღაცას აწყობს. კავარნი პლანები აქვს რაღაცა, მაგრამ ყველა მისი პლანები და ყველა მისი გეგმები ჩაუსვივდეს როგორც ყოვზი ნაცარში რო აქვს ქართველებს რაღაცა, აი ასე ჩაუვარდა ყოვზი ნაცარში ესე გაუქმდეს მისი გეგმები ჩვენ ცხოვრებაში. მაგრამ აქ ამისანა არ მუშაობს ჩაუვარდეს ყოვზი ნაცარში, კარგია, მაგრამ აგერ თუ გინდა რომ გაიმარჯო, ხმეს შეიმოსეთო, შეიმოსე ჩაიცვი. ჩაიცვი. თავი მუზარადი ის შლემი, ეს მახვილი ეს ყველაფერი აიღო საომარი იარაღები. ამისათვისო ხელი მოჰკიდეთო ღმერთის სრულ საჭურველს, ისე მიმეორებს პავლე, რათა შეძლოთ წინააღმდეგობა ბოროტ დღეს. ყველაფერი გადალახო და გაზლოთ. და უყურეთ მე რა არის ეს. იდექით წელზე ჭეშმარიტების სარტყელს შემორტყმულები, ჭეშმარიტება თუ არა გვაქვს. ნამდვილი სახარება. სხვა სახარება კი არა და სხვა ის ნამდვილი. ჭეშმარიტების სარტყელს შემორტყმულები, სიმართლის ჯავშნით შემოსილები, ფეხჩასმული მზადყოფნაში მშვიდობის სახარებულად და ყოველივე ამასთან აიღეთ ერთად რწმენის ფარი. რწმენა ფარია, რომელიც შეძლებს ბოროტების გავარვარებული ისრების ჩაქრობას. ის უშვებს ჩვენსგან ისრებს, ცეცხლოვან ისრებს. შენ რა? ისე იდგები? ღმერთი ამბობს. ფარი დაიყენე. ბუმ, ბუმ. ყველა გაცვდეს უნდა. ამიტომ შენ ფარი გჭირდება. და აიღეთ გადარჩენის ჩაჩქანი, შენი ხსნის გადარჩენი და სულის მახვილი, რომელიც არის ღმერთის სიტყვა. ინახამ გავხიგას სახელად. ღმერთის სიტყვა. მერე ყოველგვარი ლოცვით, ვედრებით, ყოველგვარი არის მრავალნაირი სახე და ის არის ლოცვები, ყოველნაირი ლოცვით და ვედრებით ილოცეთ ყოველ ჟამს სულით. კოლორომონდორაბაშაკარ. სულით ლოცვა მარტო ის კი არა, ღმერთ, ესეც არის, მაგრამ სულით ლოცვა სახარება უფრო ლაპარაკობს სულიერ ლოცვას. ილოცეთ ყოველ ჟამს სულით და ამაზე მუდამ იფხიზლეთ ყოველგვარი მდგრადობით და ვედრებით. ყველა წმინდანისათვის. შენ დებზე, ძმებზე, პირველად ოჯახზე. რომ ოჯახზე თუ არ ლოცულობ, როგორ ილოცებ შენ ძმებზე და დებზე. და ჩემთვისაც ილოცეთო. ყველა წმინდანი ეს არის ყველა შენი ძადაძმა. და ჩემთვისაც ილოცეთო, რომ რატომ პავლე რამე გტკივა, რამე ცუდად ხარ? არა, ერთი პრობლემა მაქვს რა, რომ ჩემი პირით გაბედულად ვაუწყო სახარების საიდუმლო. ილოცეთ რომ უფრო გაბედულად. გაბედულება მჭირდება, იმიტომ რომ იქ მოდისო წინააღმდეგობა. რომ ისე კი არა, ისე კაი თუ გინდა დიჭუნე, თუ გინდა დალიჭუნე, ალავჟეს კაი მე სიგრილი წინ ზიარებას მოგიდან. ასე არა, გაბედულად. თუ არ მოინანიეთ, დაიღუპებით. მოინანიეთ. ეხლა ამ წუთას, ეხლა გადარჩენის ჟამი. რატომ ეხლა რა ის იკაცო შენ ამ საღამოს დაწვევი არ დაწვევი? ხვანდილეს ადგები არ ადგები რა გარანტია გაქვს? იყვნენ ხალხი, არიან. სულ არ პირობს ის კაცი. გარანტია აქვს. ხვალ უნდა დაიწყოს სამუშაო. ხვალ უნდა იყიდოს რაღაცა. ვსა, ვერ ადგადილით. ხო და ამისანა რაღაცა. იაკობის 4:7. მიყვარს ადგილები მაინც ვერ მოვიშორეს, მაგრამ არც მომშორებოდეს იესო ნაზარეველის სახელით. იაკობის 4:7. ეს საწავიკითხე კაცო მე ახლა. კი, დავიკითხეთ. ეფესელთა 4:27. ეფესელები აგერ 4:27. ნუ გეშინიათ. ალე ვამთარ ხო ისე პირობასაც ასრულებ ხანდისხან.
4:27. ადგილი არ მისცეთ ეშმაკს. პავლე წერს ეფესელთა ეკლესიას, მორწმუნე ხალხს, ძმებს და დებს. დაჟე თავის ხუცესიანად იმ ხუცესას ეუბნება პავლე მოციქული იყო. ადგილი არ მისცეთ. ესე იგი ადგილს კაცი აძლევს ეშმაკს. რას ამბობს ღმერთი? კარეთან გელოდება შენ ცოდვა, შენსკენ იქნე აქვს მას ტოლვა, იბატონე მასზე. პავლე წერს ადგილი არ მისცეთ ეშმაკს. და მე კიდევ იმაზე ყველაფერი იმისა სიტყვები წერია კინაღამწვდი წავიკითხე თავიდან ბოლომდე, მაგრამ ამ ადგილს მინდა 27, 4:27. უყურე რა საინტერესოა დაბადების 4:27 და ეფესელთა 4:27. ორივე ერთად არს დაგავიწყდება და კიდევაც გაგახსენდება. 4:27. მერე პირველი იოანეს პირველი თავი. პირველი იოანეს ხაზით იოანე როგორ ისევა. პირველი იოანეს პირველი ხუთი მეხუთე მოხლიდა. უყურეთ. აი ამბავი რომელიც მოვისმინეთ მისგან, რომ ღმერთი არის სინათლე და არ არის მასში, ესე იგი ღმერთში არავით არის სიბნელე. თუ ამბობთ რომ ურთიერთობა გვაქვს მასთან, ღმერთთან, ხოლო ბნელში დავდივართ. იმას აკეთებ. ბნელში სიარული ქვია ცოდვაში უწმინდურებაში რომ დავდივართ. მაშინ ნუ ვტყვით და არ ვიქცევით ჭეშმარიტები, მაშინ ვტყვითო. თუ ამბობთ რომ მე ღმერთთან მაქვს ურთიერთობა, ლოცულობ და ისის პასუხობ და რაღაცა, მაგრამ ბნელში დადიხარო, ნუ ამბობთ ყვილს. ხოლო თუ სინათლეში დავდივართ, პირველი სინათლეში, სიბნელეში არ. სინათლეში დადის ის, ვინც სიბნელეში არ დადის. ბატონო, ამას ისტორია და ფილოსოფია. როგორც ის სინათლეშია, იესო. მაშინ ჩვენ ურთიერთობა გვაქვს ერთმანეთთან და მისი ძის იესო მაშინ თუ სინათლეში დავდივართ, მაშინ გვაქვს ურთიერთობა მამასთან. ერთმანეთთან ესეც შეიძლება მორწმუნეებზეც ლაპარაკობდეს, მაგრამ სულ არა გამორიცხული, ახაც ღმერთზე ლაპარაკობს სულ იმისად, მაგრამ თავარი ეს არის რომ უნდა დავდიოდეთ სინათლეში, რათა მისი ძის იესო ქრისტეს სისხლი გაგვწმინდოს ყოველგვარი ცოდვისაგან. თუ ამბობთ რომ არა გვაქვს ცოდვა, საკუთარ თავს ვატყუებთ. მაგრამ თუ აღიარებთ ჩვენ ცოდვებს, რომ არა ყველანი ცოდავს, მაშინ ის ერთგული, ის ვინა უფალი და მართალი გვაპატიებს ცოდვებს და გაგვწმინდოს ყოველგვარი უმართლობისაგან. თუ ვინმე ამბობს რომ არ შემიცოდავს, მე არ ვცოდავ, სრულ გამოვაჩენთო უფალს და მისი სიტყვა არ არის ჩვენში. მეორე თავის პირველი მოხლი. შვილო ჩემო, ამას გწერთ იმისათვის, რომ არ შეცოდოთ. როდესაც ჩვენ ვკითხულობთ, ეს გვაძლევს ძალას, რომ არ შევცოდოთ. მაგრამ აგზელებს ივანე, თუ ვინმე შეცოდავს, მოხდა რაღაცა, всё, შეცოდე. არც გინდოდა ეს თქვი, რაღაცა განძღე, რაღაცა წამოგცდა, რაღაცა გააკეთე და ცოდვას 1000-ნაირი ის აქვს. ხარე. თუ ვინმე შეცოდავს, აზერი თავი შემიგიდეო, წერია, ყავს შუამდგომელი. მამის წინაშე, მართალი იესო ქრისტე. ის კი არ თქვია, შეცოდებს, всё, დათარებულია შენი ამბავი. არა, უცბად, გაიქეცი, მოინანიე, პატიება თხოვე. იცოდე, მისი სისხლი გწმენს. და ასე შემდეგ. და ბოლო ადგილი, всё. მივადექით. კახამ კაიხმარ, კახა, შენი წყალობით, გამოვიგიდე ეს რაღაცა, მიკროფონი. მადლობა.
შენს გაქვს წილი გაიხარე ძმაო და ახლა უკვე ერთი ადგილი და დამთავრდა ეს წერია რომელთა 7 ეხლა ამის გარშე არ მინდა მეც მეჩქარება და თქვენს გეჩქარებათ რომელთა მე-7 თავის მე-14 მუხლიდან მაგ კითხულობ მეტი არაფერი მაშა სადამე პავლე ამბობს მე კი აღარ ვაკეთებ მას არა მე-14-დან 14 რომელთა 7-ის 14 რამე თუ ვიცით რომ რჯული ძველი აღთქმა რჯული ეს გააკეთე ის არ გააკეთე რჯული სულიერია მე კი ხორციელი ცოდვისადმი მიყიდული ვინაიდან რას ვაკეთებ არ ვიცი იმიტომ რომ იმას არ ვაკეთებ რაც მნებავს არ მინდა ცოდვა არამედ რაც მძულს იმას ვაკეთებ ბევრი ფიქრობს რომ ამას პავლე ყოველთვის ასე აკეთებდა არა ეს ხსნის რომელთა წერილი რომ გაიგო უნდა დაიწყო მესამე თავიდან თუ გინდა პირველიდან გააგრძელე იქ და ნახავ ეს რომელთა წერილის გარეშე ახალი ათმა არ იქნებოდა სრულყოფილი წერილობის სახით ხოლო ვაკეთებო რაც მძულს იმას ვაკეთებო რაც მნებავს იმას არ ვაკეთებ რაც მძულს იმას ვაკეთებ ხოლო თუ იმას ვაკეთებ რაც არ მნებავს ვეთანხმები რჯულს რომ კეთილია ესე იგი მე კი აღარ ვაკეთებ მას არამედ ცოდვა რომელიც ჩემში იმყოფება იქ არ ელოდებოდა კაინს ის შემოვიდა ვინაიდან ვიცით რომ ჩემში ესე იგი ჩემს სულში კი არაო ჩემს სხეულში ხორცში არ იმყოფება კეთილი ასე რომ სურვილი არის ჩემში რომ კეთილის ვაკეთო მაგრამ გაკეთება არა ვერ ვაკეთებ ვინაიდან არ ვაკეთებ კეთილს რომელიც მსურს არამედ ვაკეთებ ბოროტს რომელიც არ მნებავს ხოლო თუ იმას ვაკეთებ რაც არ მინდა მე კი აღარ ვაკეთებ არამედ ცოდვა რომელიც ჩემშია დამკვიდრებული აი მაგალითად კვილი იტკივა შენ გინდა კაცო კვილი რო უტკივა დაჭუჭული რო ხარ იმასავით ქაღალდივით რო შეხედავ კაცი შეიძლება ტირილი აუბარდეს ყურის ტკივილი ვის უნდა ტკივილი მაგრამ ტკივა აი ესეთია ცოდვა არ გინდა ტკიოდეს მაგრამ ტკივა თუ იმას ვაკეთებ რაც არ მნებავს მე კი აღარ ვაკეთებ არამედ ცოდვა რომელიც ჩემშია დამკვიდრებული ამრიგად ჩემში პოულობ ორ ჯულს ესე იგი ორ კანონს როცა ჯულს ხმარობს ხანდისხან პავლე ის შეიძლება იხმარო როგორც კანონი წესი და ასევე ჯული რომელიც დასაცავი იყო პავლე ამბობს ხედავო ჩემში ორ კანონს რა პირველი კეთილის კეთება მსურს და ბოროტი მეტმასნება მეწედება ვინაიდან შინაგანი ადამიანის მიხედვით სულშია სიამოვნებს ღმერთის ჯული გიყვარდეს ღმერთი არ მოპარო პატივი შემშობელს რა არის აქ ცუდი იქით ყველაფერი კარგია მაგრამ ეს ამბობ მაგრამ ჩემს ასოებში ჩემს ხორცში ჩემს ასოებში მე ვხედავ სხვა კანონს უკვე ჯული კი აქვს კანონი იგივეა ეს ერთი და იგივეა რომელიც წინააღმდეგობას უწევს ჩემს გონების კანონს და მხდის ჩემს ასოებში ყოფი ცოდვის კანონის ტყვეთ ნაროჩნიგები გამიკეთავ ტყვე ხო ისე რომ დაგიჭერენ პატიმრები კამერაში კამერული მაორკესტრში წაგიყვანენ ხდისო პატიმრად ცოდვის კანონის ტყვეთ პატიმრად და პავლე ამბობს უკვე რომ დაინახა ეს ყველაფერი პავლემ დაიყვირა დაიბღავლა კი არ შეწუხდა სვეტურად კი არ თქვა იქ მან დაიბღავლა უბადრუკი ადამიანი ვარ ვინ დამიხსნის ამ სიკვდილის სხეულისაგან
კითხვის ნიშნის დაამთავრა და მერე თვითონ აგრძელებს 25 მუხში. ასე მთავრდება მეშვიდე თავი. მადლობ ღმერთს. ვინ დამიხსნის? ესე იგი, ვინ გამანთავისუფლებს? სვაბოდა მინდა. CCJV. არა გასულ. ვანგრევ ამ სიტყვებს. წამოსა. სვაბოდა eta რა და რაღაცები რო აქვს იქ. რას ეხლა თქვენ მიზენა იმის ქრისთვის იმდენი მომხდარ პოლიციაში. ეს ამბობს მადლობ ღმერთს, პავლე პასუხს იძლევა. 24-ში ყვირის, ვინ დამიხსნის, ვინ გამანთავისუფლებს, სვაბოდა მინდა და 25-ში ამბობს მადლობა მხოლოდ ღმერთს, უფლის იესო ქრისტეს მიერ. ამრიგად, ჩემი გონებით ღმერთის ჯულის მონა ვარ ხოლო სხეული ცოდის კანონისა. და იწყება მერვე. ეს ადამიანებმა დაყვეს მეშვიდე თავი, მერვე თავი. ასე არ იყო? პავლე რომ მიწერა პირველი ორიგინალში ასე არა? პირველი თავი, მეორე თავი, მესამე თავი. პავლე წერს და ბოლო პურსელი წერილი თავდება ასე. ამინ. ამინი კიდევ არ იქნება იქ. კი, ამინი რაღაც ჭყალებში ასე კი ორიგინალში არა. წერილი როგორ შენ წერდი? თუ მიგიწერია შენი სოლისთვის, შენი საქმროსთვის წინ ხო არ იყო ეს ტელეფონები? წერდი წერილებს. ერთი გვერდი, მეორე გვერდი, მესამე გვერდი. რო გნახე პირველად მახსოვხარ ეს ის ხო არ იყო თავები. აი ასე იყო ეს. და აქ ჩვენში კი მერვე თავში ამბობს პავლე. ამიტომ ახლა ამ წუთას. არავითარი მსჯავრდადება, გასამართლება არ არის მათზე, რომლებიც ქრისტე იესოში ცხოვრობენ არა ხორციელად, არამედ სულიერად. როგორ ეს? რწმენით? რამე თუ სიცოცხლის სულის ჯულმა, სიცოცხლის სულის კანონმა, სიცოცხლის სულის ქრისტე იესოში გამანთავისუფლა მე. სვაბოდა. freedom. გამანთავისუფლა მე ცოდვის და სიკვდილის კანონისგან. აბა იქ რო ყვიროდი? მიშველეთო? და ქრისტეში განთავისუფდი. სიცოცხლის სული წმინდის ძალით განთავისუფდი. ვინაიდან რა კი ვერ შეძლო ხორცის მიერ დაუსრულებულმა ჯულმა, კანონმა, ღმერთმა მოავლინა თავისი ძე ცოდვის სხეულის მსგავსად ცოდვის გამო და მსჯავრი დაადო ხორცში, რათა აღსრულდეს ჯულის სიმართლე ჩვენში და ჩვენში, რომლებიც ცხოვრობთ არა ხორციელად, არამედ სულიერად. რას ნიშნავს პავლე ეს? ვინაიდან პავლე ამბობს, ისინი რომლებიც ხორციელად არიან, ხორციელზე ფიქრობენ. აქედან შეგიძლია შენი თავი შეამოწმო. არავის არ უთხრა, რას გინდა, რა უთხრა? თუ ძალიან გინდა უთხარი ვინმეს, მაგრამ შეიძლება შეგრცხვას. შენ თვითონ შეამოწმე შენი თავი, რაზე ფიქრობ? სადაა შენი ფიქრები? ვინც ხორციელად არიანო, ხორციელზე ფიქრობენო. რომლებიც სულიერად არიან, სულიერზე ფიქრობენ. ფიქრით. მიხვდები სად ხარ, რომელ ტალღაზე ხარ. რამე თუ ხორციელი ფიქრები სიკვდილია. სიკვდილი რა არის? სიცოცხლისგან განშორება. ვინაა სიცოცხლე? ქრისტე. ღმერთი. ხოლო სულიერი ფიქრები სიცოცხლე და მშვიდობაა. ამიტომ რომ ხორციელი ფიქრები, იმიტომ რომ ხორციელი ფიქრები მარტო სიკვდილი კი არა, ხო არის ღმერთის მტრობა, მტრობას უცხადებს. ხორციელი ფიქრები არაფერს არ დაუმატებ. ღმერთის მტრობა, ვინაიდან არ ემორჩილება ღმერთის კანონს და არც შეუძლია. ამიტომ რომელნიც ხორციელად ცხოვრობენ, არ შეუძლიათ ასიამოვნონ ღმერთს. თქვენ კი ცხოვრობთ არა ხორციელად, რომელებო, არამედ სულიერად.
აი, კაცო და პავლემ ისევ რაღაც გააკეთა ილეთი. თუ ღმერთის სული ცხოვრობს თქვენში. კითხვის ნიშანი. თუ ღმერთის სული ცხოვრობსო, თავისუფლება აქვსო თქვენში, თქვენ არ ცხოვრობთ ხორციელად, არამედ სულიერად. და მერე მეწითლად გამისვია ხაზი. ვისაც ქრისტეს სული არ აქვს, ის მისი არ არის. ვისაც ქრისტეს სული არ აქვს, ის მისი არ არის. და თუ ქრისტე თქვენშია, სხეული მკვდარია ცოდვისათვის. იქ სხვა პესნიებს ამბობდა მეშვიდე თავში. და აქ უყურე რას ეუბნება ხალხს? თუ ქრისტე თქვენშია, სხეული მკვდარია ცოდვისათვის, ხოლო სული ცოცხალია სიმართლისათვის. ხოლო თუ აი ჩემა კაცო ეს თუ, მაგრამ საჭიროა ეს თუ. ხოლო თუ თქვენში იმყოფება მისი სული, სული წმინდა, ვინც მკვდრეთით აღადგინა იესო, მაშინ ის, ვინც ქრისტე იესო აღადგინა მკვდრეთით, თქვენს მკვდარ სხეულებსაც გააცოცხლებს თავისი სულით, რომელიც თქვენშია დამკვიდრებული. ამიტომ ძმებო, აგზელებს, ჩვენ ხორცის მოვალენი არა ვართ მისი ისა. ხორცის ვალი არაფერში არ გვაქვსო. მოვალენი არა ვართ, რომ ხორციელად ვიცხოვროთ. ვინაიდან თუ ხორციელად ცხოვრობთ, სიკვდილი არ აქცდებათ. ხოლო თუ სულით აკვდინებთ ხორციელ საქმეებს, და იმათ კარტიანო გელოდება იქ. თუ სულით აკვდინებთ, შენ ძალა გამოავლინო უნდა. ღმერთო მიშველეთ ცუნება მოდის. კაცო, ფეხი მაინც გააქნიე კაცო. ხელი მაინც სან გაგწება რამე წინანდობა გააკეთე კაცო. სულს გონია რომ ისა ზის უქნარა და ღმერთი ისა ამისი ისა მონამორჩილი. ღმერთმა მოცა ხელიც, ფეხიც, ფიქრის წინა ვინ უნდა აღვდგეს წინ? ღმერთი თუ შენ, ეშმაკს გასა. ეშმაკი მორბიზე ღმერთო მოდის ეშმაკი მიშველე. მაგრამ გეუბნება წინ აღვდექი ეშმაკს მტკიცერ წმენით. იბატონე მასზე. ის მოდის შენსკენ. შენ იბატონე მასზე, როგორ იესო ქრისტე მოგცა ძალა, განაცხადე, უთხარი, ჯერ დაემორჩილე ღმერთს და უთხარი სატანა, გდევნი იესო ქრისტეს სახელით. ცთუნება ბორკავ, ვანგრევ შენ ძალაუფლებას, ვინაიდან ჩემში სული წმინდა მკვიდრობს. შენ არ გაქვს ჩემზე ძალა. მე ის ვინ ჩემშია უფრო ძლიერია შენზე და რაც ქვეყნიერებაზე. ეს აღიარება სიტყვა შენ გამაგრებს, შენ განმტკიცებს და შენ ნახავ რა იქნება იქ. თუ შენ დედა ტურა მოდის ამონია ეშმაკი მიშველეთ პაჟარნია 9911 არავინ არ მოვა შენთან. ღმერთი გეუბნება შენ აღვდექი წინ ეშმაკს. თუ სულით აკვდინებთ ხორციელ საქმეებს, სული წმინდით, სულიერად იცოცხლებთ. რამე თუ ისინი, ყველაზე არ ამბობს, ისინი, ვისაც ღმერთის სული წმინდა წარმართავს, ღმერთის შვილები არიან. და ასე შემდეგ და მე ნახევი. გააგზელე, ხო გაინტერესებს? სული წმინდა რომ ამდენ როლს აკეთებს აქ. სულის გვეხმარებაო ჩვენს უძლურებაში სული წმინდა. არ ვიცით როგორ ვილოცოთ, როგორ შეეფარება თვის სული წმინდა შუამდგომლობთ ჩვენთვის გამოუთქმელი ოხრეთ რა არის ეს? ესა ის ენებით ლოცვა. არც ის რაზე ილოცო. უყურე, არც ვიცით რისთვის ვილოცოთ, როგორ შეეფერება თვის სულის შუამდგომლობს ჩვენთვის გამოუთქმელი ოხრეთ. და გულთამხილავმა ღმერთმა ისის რა არის სული წმინდის ზრახვა. იმიტომ რომ იგი ღმერთის ნებით შუამდგომლობს წმინდანებისათვის და ასე შემდეგ და აქ ერთიან თოისერი ამბები აქვს. თუ გინდა წაიკითხე თვითონ. მაგრამ ჩემი მესიჯი არის ეს. ძმებო და დებო, ყოველთვის
სატანა პეტრემ თქვა, სულიწმინდა თქვა პეტრეს პირით. დაადის ის უწმინდური. მინებს აკეთებს რაღაცებს თხზავს ყოველთვის მზადყოფნაში უნდა იყოთ. ილოცეთ თუ გაჭირებაში ხარ, თუ ხენში ხარ, თუ გამარჯვებაში ხარ. ლოცვით დაიწყე დღე. დღეშიაც ილოცე. საჭეს მიუჯდები? მე ყოველთვის როცა საჭეს მიუჯდები, ისე არ დავზრავ. ის მანქანა იქნება და მოტოციკლეტი, ისე არ დავზრავ. თუმცა ჯერ მანქანა არ ამყავს. გავყიდე. როცა საჭეზე ვარ, მე ისე არ დავიზრები და ჩვენ ისე არ დავდივართ, ჩემი მეუღლეს მეც და ასე ყველა მოწმე მე ფიქრობ. უფალო, შენ ჩაიბარე, შენ დამფარე, შენ გაბარებ ჩემს ამ გზას, დღევანდელ დღეს. დამიფარე უფალო. ჩააბარებ ხმელს შენ გზაზე, ჩააგდეს იგივე. იარე რამდენიც გინდა. ყოველთვის ხმერზე იყავი დამოკიდებული. დაღამდება, მოდი, იმდენი შესაძლებელი გიქნება ლაპარაკში, საქციელში, გახედვა, გამოხედვა, რა ვიცი მე, ერთი გულში უთხრა უფალო, მადლობა უფალო, რომ ცოცხალი მომიყვანე. რომ დაიფარე ჩემი ოჯახი, ჩემი შვილები, შენი წყალობით მოვედით უფალო დღემდე, ამ წუთამდე. ყოველივე მაპატიე უფალო. ყოველი ჩემი ნებით უნებლიეთ. შეგნებულად, შეუგნებლად. მაპატიე უფალო, გამწმინდე შენი წმინდა სიხლით, გამასუფთავე. და ჩაიბარე ამაღამდელი ხანი. მომეცი ტყვილი და მშვიდი წილი თუ შენ გინდა სიზმრები იქნება და გამოცხადება, მე მზად ვარ. ახტი და შახტი შენ ლოგინში და თუ გააღვიძე და თუ ცალი გახსენი, ესე ცოცხალი ხარ და სანამ მეორეს გააღებ, არ დაუწყი ასე ლოდინზე აღდგომას, ის მე კიდე შეგიძლია ილოცო. მადლობა ღმერთო. მადლობა. ასე თუ გინდა ასეთ გაგვგზავნი, არა რელიგიობა. ჩემი იესე საყვარელი. გეხუტუნე. ორ თაყვანზე მიყვარხარ უფალო. ეს სიყვარული გას უფალს. რა არის აქ? მაგრამ რელიგიურს არ მოწონს. შენ შარებში უნდა ჩაიცოდა რაღაცები და გააკეთე იტანი. შაგის ღაბრები. ასე რომ ჩემი მესიჯი თხილად ჩვენი საქმეა ეშმაკს წინააღმდეგ. თხილად ვიყოთ, ვილოცოთ სულიერი ავჯრებით. იმიტომ გჭირდება სულიერი მუზარადები, რომ მტერი გყავს, მტერი და ისიც როგორი მტერი სულიერის ბოროტის სულთა წინააღმდეგა ჩვენი ბრძოლა. ფარი, რწმენა, რომელიც ეშმაკის გავარვარებულ ისვრის ის ეჭვი, ეს მოგივა, ის მოგივა, ეს დაგემართება, არ გაგიმართდება, და მოდის ეს ისრები, შენ არა, всё каплаг, ჩემი უფალი ჩემი მწყემსი არაფერი არ მომაგდება, пошёл вон дьявол во имя Иисуса Христа. Name of Jesus, გდევნი იესოს სახელი და წინააღმდეგი კაცო. აი ასე. მაგრამ სანამ წინააღმდეგები წერია დაიმორჩილეთ ღმერთს. ფრთხილად ვიყოთ. საზღვარი არის ლინია, არ გადახვიდე. ეშმაკის ლინიაზე არ გადახვიდე. ის უყურე რა ლამაზია როგორ წინას. მოდი პატა თითი მაინც შეახე თითი. არა. ის წერია ასეთ მუხლია. Если разрушение ограда, если разрушение, их змей укусит. Зუსტად არ მახსოვს საწერია რომელ ადგილას. სოლომონი ამბობს. აგრადა, საბური, ხობე, რომ მორღვეულიაო, იქ აუცილებლად გველი გიკმენსო. რა რადიო მინახიაზე, ხობე გარღვეული, მაგრამ ხორიმა არა, მაგრამ შეიძლება, გველი არა, მაგრამ შეიძლება ძაღლმა გიკმენოს, მაგრამ იქ გველიო წერია. რატომ? იმიტომ რომ ეს გველი გველია, სატანაა. ესე იგი, შენი ზაბორის ხობეს არ უნდა იყოს მორღვეული. საზღვარს არ გადახვიდე უნდა ერთი წამითაც. იქ შეყობ თავს და კარგად იყავ. თავი არა გაქვს უკვე. შეყობ თითი არა გაქვს. მოგჭამს. მის საზღვარზე. იგი უკვე როგორ წერია იქ? On влечет тебя, ის გიზიდავს. ლამაზია. აბა ცოდვა რო იყო უშნო. საზიზღარი, სუნიანი,
შესახედაობითაც რომ ვინ სტუნდება ამით? ვინ შეაცნა ბაბა იაგამ? დედა რა ლამაზე როგორ მაცთუნა? ვინ იტყვის ამას? არა, სას რო გასთუნოს ის მოგივლენს ლამას. თაში რა საჭიროა იმას მოგივლენს, მაგრამ აი ეს უკვე ჭია ანკეზე მოგებული. ამიტომ ცოდვა არასოდეს არ არის ფუა და ცუდი. ის ყოველთვის არის მიმზიდველი. რატომ? ცოდვა ხო ჩვენშია სხეულში, ჩვენს ნოსი კი არა. ჩვენ სხეულში. ამას ბოლო წუთამდე ვებრძოდეთ იქნებათ მებოდადებო. ის ყოველთვის დაიწყებს იმას ვაჭარ, ის არის ვაჭარი. ცოტა და მე ეხლა არ წაიკითხე, მე წაიკითხე, ახლა არ იმარხო, მე იმარხო. ეხლა არ წაიკითხე, მე წავიკითხე. ვაჭარია, ვაჭარი, აფირისტი. ის ჩვენ სულში კი არა, არამედ ჩვენს ხორცში ცხოვრობს ცოდვა და ის იზიდავს იმას. ის ზნაკომის უსტვენს. ბიჭო, მოდი, ურე რა მაქვს. აჩვენებ ჩვენს ხორცს და ჩვენი ხორცი თუ სული თუ არ უფლობს ჩვენს მშვინვარზე, გონება, ნება, გრძნობა და სული მშვინით მეშვეობით თუ აჩუცხენო, აქეთ მოაბრუნე. სადა რა მიდიხარ ჟე უზდელო. აქეთ ეკლესიისკენ, სიწმინდისკენ, ბიბლიისკენ. და მოაბრუნო და გაიყვანო უნდა იმ საშიში ისა ადგილიდან. სადაც ეშმაკი დადესე დადრწეს, ასე რომ გთხოვთ საზღვარი დავიცვათ, უფალს დავემორჩილოთ და შემდეგ ტყის ერწმენი წინ აღვდგეთ ეშმაკზე. იცი მე რა ხდება იქ? კინწის ყურის გარბის იესომ თქვა. სულიწმინდამ თქვა. ის გაიქცევა თქვენკენ. კი არ წავა ისა გულმოსული. გაიქცევა. ფეხებს მიირწყამდეს იქნება ზურგზე ისე გარბოდეს იქნება. უფალმა გაკურთხოთ, დაგლოცოთ აბაჰე და აბაჰო. თქვენ იცით. ჩვენ ვიცით, ღმერთო, შენ დაგვეხმარე უფალო. შენ დაგვეხმარე უფალო. გვაცოცხლეს სულით. ჩვენი ფიქრები იყოს სულიერი და არა ხორციელი უფალო. შენი სული წმინდით მიგვიზიდე. და დაგვეხმარე უფალო. გვასწავლე სულიერი ბრძოლა, სულიერი ომი. ყოველ წუთს, ყოველ დღე, ყოველთვის. სანამ ვართ ამ ხორცში. შენი სული წმინდის ძალიდან მოქმედებით იესო ნაზარევილის სახელით. ამინ. აბა კარგად. უფალმა გაკურთხოთ და მომიტევით თუ რამე ბევრი ვილაპარაკ, მაგრამ პირდებით ცოტა დაუკლებ. ასე რომ ღმერთს უყვარხარ. გაიხარე. იესო შენთან არის, ნუ გეშინია. Все будет хорошо.